საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ სულ მცირე ხანი, არასრული 3 წელი იარსება. ამ 3 წელიწადმა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. სწორედ 1918 წელს ჩაეყარა საფუძველი თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს. დაიბადა ახალი ქვეყანა, ახალი იდეებით და ახალი მისწრაფებებით. 26 მაისი კი ამ სიახლისა და დამოუკიდებლობის უპირობო სიმბოლო გახდა. ეს ქუჩა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს უკავშირდება. სწორედ აქედან იწყება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია. ფრეილინების ქუჩა, ასე ერქვა ადგილს, რომელიც დღეს სულხან საბა ორბელიანის სახელს ატარებს. ამ ქუჩაზე, უფრო ზუსტად კი მის 11 ნომერში, საქართველოს ეროვნული საბჭო მდებარეობდა. ქვეყნის მაშინდელი ფაქტობრივი მმართველი ორგანო. 1918 წლის 25 მაისს აქ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომა გაიმართა. ამ სხდომაზე გადაწყდა, რომ მეორე დღესვე, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდებოდა. 1918 წლის 26 მაისს კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილი რეზიდენციის წინ უამრავი მოქალაქე იყო შეკრებილი. ქალაქში ხმა დილიდანვე გავრცელდა, რომ იმ დღეს ეროვნული საბჭო ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებას აპირებდა. ეროვნული საბჭოს სხდომას ყველა მოუთმენლად ელოდა. დარბაზში, სადაც დამოუკიდებლობა უნდა გამოცხადებულიყო, იმყოფებოდნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ერების წარმომადგენლები. გერმანიის ხელისუფლების წარგზავნილი გრაფი შულენბურგი და გერმანელი ოფიცრები, თბილისის მიტროპოლიტი ლეონიდე სამღვდელოებასთან ერთად. ქართველი საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. 1918 წლის 26 მაისს კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, ზუსტად ამ დარბაზში, 16 საათსა და 50 წუთზე საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. შესავალი სიტყვის შემდეგ ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხა, რომელიც სხდომამ ერთხმად დაამტკიცა. საქართველო დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადდა. ამავე სხდომაზე ჩამოყალიბდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობა, რომლის თავმჯდომარე სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნოე რამიშვილი გახდა. მრავალსაუკუნოვანი წყვეტის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. სწორედ იმ წლებში მოხერხდა ერთიანი ქართული სახელმწიფოს ფორმირება. მიიღეს პირველი კონსტიტუცია, შეიქმნა ეროვნული სიმბოლიკა. მიმოქცევაში გაუშვეს საკუთარი ფულადი ერთეული. დაიწყო სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა. გაიხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი. ეს იყო სახელმწიფოებრიობის პირველი ნიშნები. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა მხოლოდ ორჯერ მოასწრო, 1919 და 1920 წლებში. 26 მაისი ნამდვილ ზეიმად იქცა. ამ დღის აღსანიშნავად ქუჩები სავსე იყო ხალხით. აივნებიდან გადმოფენილი იყო საქართველოს ეროვნული დროშები, ფერადი ფარდაგები და ყვავილები. იმართებოდა სამხედრო აღლუმი და მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისის ამქრები, პროფესიული კავშირის წევრები და საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები. თავისუფლების მოედანზე დაწყებული ზეიმი ქალაქგარეთ ვაკის სტადიონზე გრძელდებოდა. აქ მაშინ ტრიალი მინდორი იყო. საგანგებო სტუმრებისთვის და მთავრობის წარმომადგენლებისთვის შემაღლებულ ადგილზე საგანგებო ტრიბუნა კეთდებოდა. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სპორტული საზოგადოება შევარდენის წევრები, სპორტსმენები და მოცეკვავეები. ეს იყო დამოუკიდებლობის დღის ბოლო ზეიმი. 1921 წლის 11 თებერვალს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას თავს საბჭოთა რუსეთი დაესხა. 19 თებერვლიდან მძიმე ბრძოლები დაიწყო თბილისის მისადგომებთან, რომელიც ერთი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა. 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა. 1921 წლის მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკური რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოში საბჭოთა მმართველობა დამყარდა. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, კომუნისტებმა გადაწყვეტეს, რომ ამავე წელს 1921 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღენიშნათ. ისინი ქართველ ირს უმტკიცებდნენ, რომ არა დამპყრობლები, არამედ განმანთავისუფლებლები იყვნენ.
1921 წლის მაისის გამოცემებში გაზეთმა კომუნისტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად რამდენიმე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. ბოლშევიკები ამტკიცებდნენ იმას, რომ 26 მაისი ოქტომბრის რევოლუციის შედეგი იყო. შემდეგ წელს კომუნისტებმა 26 მაისის დღესასწაულის ზეიმი საერთოდ გააუქმეს. 1922 წლის 23 მაისს გამოიცა სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ბრძანება. ამ ბრძანებით დამოუკიდებლობის აღნიშვნის თარიღად კომუნისტებმა საქართველოს გასაბჭოების დღე 25 თებერვალი დააწესეს. სრულიად საქართველოს საბჭოთა პირველი ყრილობის დადგენილების შესასრულებლად საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობის დღესასწაული შეფარდებული იქნეს სრულიად საქართველოს საბჭოთა პირველი ყრილობის დღესთან, თებერვლის 25-თან. ბრძანებას ხელს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ფილიპე მახარაძე აწერდა. 26 მაისის აღნიშვნა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 1991 წელს გახდა შესაძლებელი.